გადადგინა. ბეკაჯაიანის ობიექტის დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 თედა ემკვებით გადასტემი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით დასომად განსაზღვროს უვადო თავისუფლების საქმეთა. ბეკაჯაიანის ობიექტის დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი სექტორთან ნაწილი გადასტემი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით დასომად განსაზღვროს თავისუფლების საქმეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ეკონომიკის დროს საბოლოო სასჯელის დარჩენისას უფრო კაცრმა სასჯელში თანხმობის ნაკლებად კაცრი სასჯელი და საბოლოო ბეკაჯაიანის ძირითადი სასჯელის სახით დასომად განისაზღვროს უვადო თავისუფლების საქმეთა. ეს არის აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის, ასევე გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით, შეუწყარებლობით მოტივით, განზრახმყელობისა და ამავე ნიშნებით სისტემატური ცემის ფაქტზე ბრალდებული ბეკაჯაიანი დამნაშავედ ცნობა. მას სასჯელის სახით უვადო თავისუფლების საქმეთა განესაზღვრა. უნებრივია მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარის არგუმენტაცია მოკებულია ლოგიკას, იქედან გამომდინარე, რომ ბრალდების თარემ შეძლო წარმოგვედგინა ყველა ის დამამძიმებელი გარემოება, რომლის გამოდაც სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბრალდებულს განუსაზღვრა უვადო თავისუფლების საქმეთა. რაც შეეხება განსაკუთრებულ სისასტიკეთს და განსაკუთრებულ სისასტიკით ჩადენილ განზრახმყელობას. პირველ რიგში დავიწყებ სამედიცინო ექსპერტიზის დასმით, რომლითაც უთუარად ემოება, რომ კესარია აბრამიძეს სიცოცხლის დროინდელი 28 ჭრილობა აღენიშნება, რომელთაგანაც მიღებული არის 3 ჭრილობა, მათ შორის გულმკერდის არეში და მიღებული 28 ჭრილობის შედეგად განხორციელებული სისხლდენა გახდა მოცემულ შემთხვევაში გარდაცვალების უშუალო მიზეზი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის მეზობელი მოწმეების გამოკითხვის ოქმებით უთუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ ტანჯვით განხორციელდა ბეკაჯაიანის მიერ კესარია აბრამიძის მკვლელობა. ფიქრობ ახლად დანიშნულმა მოსამართლემ თავის პირველი პრაქტიკული, ასე ვთქვათ, გამოცდა ვერ ჩააბარა წარმატებით პროექტსა გავლენის ქვეშ, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების საქმეთან დაკავშირებით მიიღო მხოლოდ მორალური თვალსაზრისით და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი არის უკანონო და დაცვის მხარის მხრიდან გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლომ. სამართლომ დღეს მიიღო ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება. ბეკაჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა დამნაშავედ და თავისუფლების სასჯელის სახით დასომად განისაზღვრა თავისუფლების უვადო აფეთა. ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რითიც კმაყოფილი იქნებოდა ოჯახი. კესარიას მკვლელი მთელი თავისი არსებობის პერიოდს გაატარებს ციხის კედლებს მიღმა. კესარია აბრამიძის განსაკუთრებულ მკვლელობაში უკვე მსჯავრდებული ბეკაჯაიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს უკვე საპატიმროში, ამ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ დღეს მიიღო, გაასაჩივრებს უკვე შემდგომ ინსტანციაში. ჩვენ გვინდოდა გავსაუბრებოდით ჯაიანის ოჯახის წევრებს, რომლებიც დღევანდელ სასამართლოს ხდომას ესწრებოდნენ, თუმცა მათგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ბეკაჯაიანმა სიცოცხლის დროინდელი 28 ჭრილობა მიაყენა კესარია აბრამიძეს, აქედან 3 იყო გულმკერდის არეში მიყენებული. ასევე არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჯაიანი წლების განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა კესარია აბრამიძეზე. ამას ამბობენ მოწმეები, რომლებიც არიან მეზობლები და ასევე კესარია აბრამიძის მეგობრები და შესაბამისად ყველა ის მტკიცებულება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოძიებამ მოიპოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიჩნია, რომ ადასტურებდა იმას, რომ ჯაიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა ეცნო. ელოდით ოჯახის გადაპატიმრებას? რას მოიმოქმედეთ? გაასაჩივრეთ? გითხარით ოჯახის პოზიცია როგორია? ის დამტკიცებას ცდილობდით, ან ბექამ რატომ არის სარგებლა საბოლოოდ? გაასაჩივრეთ? ერთადერთი რაც ბეკაჯაიანმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში თქვა არის ის, რომ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს მან მკვლელობა ნამდვილად აღიარა, თუმცა მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს ითვალისწინებს და კესარია აბრამიძის სასტიკი მკვლელობის საქმე უკვე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.